მეოთხე პუნქტი ძალიან საინტერესოა. ხანდახან რასაც ვებღაუჭებით, რისი გაშვებაც არ გვინდა, ეს არის სწორედ ის, რისგანაც სასწრაფოდ უნდა გავთავისუფლდეთ. იმიტომ რომ რასაც ვებღაუჭებით, მასზე დამოკიდებული ხდებით. როცა ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ხარ, თავისუფლებას კარგავ. კი, ძალიან რთულია რაღაცის დაკარგვა, ვიღაცასთან განშორება. ამას ხშირ შემთხვევაში ტკივილი მოსდევს. მაგრამ ძველის გაშვებით ვათავისუფლებთ ადგილს სიახლისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი გამოცდილებებისთვის. და ის ცოტახნიანი ტკივილი თუ სევდა, რომელიც მოსდევს ძველის გაშვებას, აუცილებლად გადაიწონება ახლის სიხარულით. და მეხუთე პუნქტში დავამატებდი ასეთ რაღაცას. რჩევა, ჭკუის სწავლება, დარიგება მიიღე მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისგან, ვისი ცხოვრებაც მოგწონს. იცი რატომ? ყველას უყვარს, როცა რაღაცას გასწავლის, როცა რაღაცაზე მიგითითებს. და თუ ეს ადამიანი ისეთია, რომელსაც დიდად ვერაფრისთვის ვერ მიუღწევია საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ მათგან რჩევები არ მიიღოთ. გაატარე ყველა რჩევა რაღაცნაირ ფილტრში. დააკვირდი არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ იმის ცხოვრებას, ვინც გესაუბრება. შეხედე მის შედეგებს, მოგწონს? თუ მოგწონს, კი ბატონო, გაითვალისწინე. თუ არ მოგწონს, თავად იცი რა უნდა გააკეთო. და ბოლოს ალბათ შეამჩნიე, რომ მეც გაძლევ რჩევებს. მოდი, გადახედე ჩემს სოციალურ ქსელებს. ვარ კი ის ადამიანი, ვისგანაც შეიძლება რაღაცა ისწავლო? თუ კი ვარ, აუცილებლად გამოიწერე ჩემი არხი, დააკომენტარე, გააზიარე, რადგან ამით ძალიან დამეხმარებ.